რეინჯერთა მსოფლიო დღე საქართველოში 4 ლოკაციაზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, სათაფლიას აღკვეთილში, კოლხეთისა და ალგეთის ეროვნულ პარკებში აღინიშნა. ლაგოდეხში გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. დღეისათვის საქართველოში 100 დაცული ტერიტორია, რაც მთელი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეც ფარავს. ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად წლის რეინჯერი გამოვლინდა, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას. მოგეხსენებათ, რომ დღეს არის რეინჯერის საერთაშორისო დღე. საქართველოს დაცული ტერიტორიებს იცავს 500-ზე მეტი რეინჯერი და წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოს მთლიანი ფართობის 13%-ზე მეც. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო ქართველი რეინჯერების მნიშვნელობა იმისთვის, რომ ის უნიკალური განძი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას, იცავენ ჩვენი რეინჯერები, ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ დღე, რომელიც არის შესაძლებლობა, რომ გამორჩეულად მადლობა გადაუხადოთ მათი სამსახურისთვის, აღინიშნოს მასშტაბურად და კიდევ ერთხელ გამოხატოთ ჩვენი პატივისცემა და მადლობა ჩვენი რეინჯერების მიმართ. ეს არის ღირსეული პროფესია და სახელმწიფომ შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს და აკეთებს წლების განმავლობაში, რომ მათი საქმიანობა იყოს კიდევ უფრო ღირსეული. მე მინდა ყველა რეინჯერს მიულოცო პროფესიული დღე და უსურო წარმატებები მომავალ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, არსებობს საველე პირობებში მუშაობის სირთულე, თუმცა ამას აბალანსებს ის სხვა ბენეფიტები, რომელიც ბუნებაში მუშაობისას ადამიანი შეიგრძნობს, მათ შორის არის ერთ-ერთი ის, რომ ეს არის ნამდვილად ქვეყნის მსახურება და ღირსეული საქმის კეთება.